მოგესალმებით, მშვიდობას გისურვებთ, წყალობას. დღეს ცოტა განსხვავებულ ფორმატში გვიწევს შეხვედრები, მოგეხსენებათ დღის ამ მონაკვეთში მე და ბატონი დავით არხალმოურავი საუბრობთ ხოლმე რელიგიურ თემატიკაზე, მაგრამ დღეს მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ ჩვენთან სტუმრად არიან ღვთისმსახურები თბილისის ვეძისის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ბასილი კვანტალიანი და უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე წმინდა მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველწეციურ ძალთა სახელობის ტაძრის ღვთისმსახური წინამძღვარი მღვდელი მიქაელი ღუღუნიშვილი. ეხლა რატო გვინდა დღეს რომ აი ორ ღვთისმსახურთან ერთად ვილაპარაკოთ. ამის ძირითადი მიზეზი და განმაპირობებელი არის ის, რომ დღეს ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ერში, ჩვენს ქვეყანაში დიდი სიძულვილის, დიდი ურთიერთდაპირისპირებისა და პოლარიზაციის ნიშნებია აშკარად გამოკვეთილი და პარტიულ, პოლიტიკურ და სხვადასხვა ნიშნებად და ჯგუფებად დაყოფილი, დანაწევრებული და ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოება მთავარ ორიენტირს და მთავარ ფასეულობას, მიზანს და ამოცანას ივიწყებს, რისთვისაც არის დაბადებული და რისთვისაც არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რისთვისაც ცოცხლობს ადამიანი. ჩვენი ყოფიერების არსი, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ვიცით, მდგომარეობს ღვთის სამეფოს სასუფეველის მოპოვებაში, ჩვენი ცხოვრების მიზანი და ამოცანა არის ცხონება და გადარჩენა ღმერთში მარადიული მყოფობის დამკვიდრება ზეციურ სასუფეველში. ზეციური სასუფეველი წარმოადგენს სამეფოს, ღვთის სამეფოს, რომელსაც აქვს თავისი მოწყობა, თავისი წესები, თავისი კანონები და ის არის ისეთივე ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური მოვლენა, ოღონდ არა მიწიერი გაგებით პოლიტიკური მოვლენა, არამედ ზეციური გაგებით. პოლიტიკა მომდინარეობს ძველად იყო ქალაქები და მათ ერქვათ პოლისები და ამ პოლისებში, ამ ქალაქებში ადამიანთა ცხოვრებისა და ადამიანთა ურთიერთობების მოწესრიგების ფორმულები იყო ერთიანობაში როგორც პოლიტიკა და ზეცას თავის პოლიტიკა აქვს, ანუ ზეცას თავის კანონები გააჩნია, ზეცას თავისი ცხოვრების მოწყობის ფორმა და წესები აქვს და აი ჩვენი ამოცანა, თუნდაც მიწიერი პოლიტიკის მოღვაწეობის ამოცანა ნიშნავს, რომ ჩვენი მიწიერი ყოფიერება დავაფუძნოთ ზეცის კანონებზე და ზეცის კანონებიდან გამომდინარე ვმართოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების თითოეული გამოვლინება ყველაფერი შეუსაბამოთ სასუფეველის მიზნებს, ანუ რაც არის სინერგია ღვთისა და კაცის ნების ერთობა და აი ამით მივაღწიოთ ჩვენ სამყარო მიზანს სასუფეველის მოპოვებას. აი როგორც წმინდა გაბრიელ ქიქოძე ბრძანებს, რომ მაცხოვარმა ამ ქვეყნად სასუფეველი დანერგა და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდოდა. ვინც შეეწევა ამ საქმეს სიტყვითა და საქმით, ის მეგობარია ქრისტესიო და აი ჩვენი მიზანია დავუმეგობრდეთ უფალს ქრისტეს და ჩვენი მიზანია მოვიპოვოთ ღვთის სამეფო ღვთისმსახურებელი. აი ამისათვის არის ჩვენთან დღეს მოწვეული ორი ღვთისმსახური, რომელთან ერთადაც ძალის საებრეს შევეცდებით, რომ ეს თემები განვავრცოთ და ვისაუბროთ ამ ყოველივესთან დაკავშირებით. პირველ რიგში შეგიტყვით თქვენთან გადმოვალ გვაკურთხე მამაო. ბასილ, ესე იგი ჩვენ საუბრობდით სანამ აქ შემოვიდოდით და ეს საკითხი მინდა განვავრცოთ კიდევ უფრო ღრმად და კიდევ უფრო მეტად გავშალოთ. მოგეხსენებათ, ეხლა ჩვენ როგორ ვართ ურთიერთდაპირისპირებული, როგორი პოლარიზაციაა საზოგადოებაში, როგორი მტრობა, ურთიერთქიშპობა, პარტიული და სხვადასხვა ნიშნებით, რა და აი ეს ყველაფერი ხშირად ავიწყებს ადამიანს მთავარ ამოცანას, მთავარ მიზანს, რაცაა ზეციური მიზანი, სასუფეველის მიზანი. აი თქვენ როგორც ღვთისმსახური, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, როგორ შეაგონებდით, როგორ მიმართავდით საზოგადოებას, რაც ეტყოდით, რომ როგორ უნდა გამოვიდეთ, ასე რომ ვთქვათ, ამ კრიზისული მდგომარეობიდან და როგორ უნდა დავაფუძნოთ იმ მთავარ ორიენტირებზე ჩვენი ყოფიერება რა. მოგესალმებით. დაგლოცოთ ღმერთმა ჩემო კარგებო, ძვირფასებო. იცით რა არის, მე ვფიქრობ ამ თემებზე, რა თქმა უნდა და დავიწყებ ესე, რომ დაახლოებით 33 წელიწადია, რაც ეს პროცესები დაწყებულია საქართველოში, მთელი ესე იგი გლობალისტური სამყარო იბრძვის იმისთვის, რომ ადამიანი დააცელოს ღმერთს. ჩამოშალოს ეკლესია, ეკლესიური ცხოვრება
და გამოიწვიოს დაპირისპირება ერთმანეთში. ასევე ჩვენ კარგად ხედავთ ამასო და ვიცით სახარებიდან რომ ესე იგი ღმერთი აერთებს, ეშმაკი ყოფს და ეკლესიის მისია და მიზანი ერთ-ერთი რა თქმა უნდა არის გამხრთობა ადამიანისა, ხო? ადამიანის მოკრება ერთ კრებულად და მიწაზევე, ესე იგი, ადამიანის გამხრთობაში აი ამ დიდი მონაწილეობის მიღება. ძალიან რთული პროცესებია დღეს და სხვათა შორის ეკლესიასთან დაპირისპირებაც აქეთკენ არის ესე იგი მიმართული და მე ვფიქრობ რომ როგორც პატრიარქი ამბობს რომ საქართველოს გადარჩენა და გაძლიერება ეკლესიის გადარჩენა და გაძლიერებაზე გადის. თორსა ეკლესია არის თავის სიმაღლეზე, საქართველოც ესეთი თავის სულიერ სიმაღლეზე ავა. რა არის საჭირო ამისთვის? ჩემო ძვირფასებო, საჭიროა ამისთვის რომ განათლების სისტემაში არის ძალიან ბევრი ცვლილებების შესატანი. ეკლესიის ავტორიტეტი არის გასაძლიერებელი. წირვა-ლოცვების, მარხვების, აი ეს სწორი მიმართება და განმარტება არის აუცილებელი. ალბათ მეტი ქადაგება, ალბათ მეტი ხალხთან ურთიერთობა სამღვდელოებისა. ალბათ საჭიროა ტელევიზიების და პრესაც რომ ჩაერთოს ამ ბავშვი. ჩვენ ხედავთ რომ პრესა და ტელევიზიაც ყველა არა, მაგრამ თქვენ ახლა მაგალითად ემსახურებით პირიქით საქართველოში ზნეობის და ქრისტიანული მორალის ამაღლებას და არსებობენ ისეთი ტელევიზიები და ისეთი თქვათ საინფორმაციო გამოშვებები რომ პირიქით ხო შუხს თესავენ ადამიანებში და ეკლესიას ჩირქს ცხებენ. ამიტომაც ეს ძალიან გლობალურად ესეთი გადასაწყვეტი თემა არის და ესე მარტივად თამაში მე რო გითხრათ რომ მარტო ახლა აი დღეს მე რაღაცა რეცეპტს დავდებ ესე გამიჭირდება ნამდვილად, მაგრამ მეტი გამოგვიძება და მეტი ბრძოლა რო გჭირდება სასულიერო პირებს, ესეც ფაქტია ნამდვილად რა. მეტად უფრო უნდა ახლოს ვიყოთ ხალხთან, მეტად უფრო ვიქადაგოთ ამბიონიდან სიმართლე, ღვთის სიყვარული, ლოცვა ამ ადამიანებზე, ვინც ახლა შეცდომაში არიან და თქვათ რაღაც რევოლუციურ რაღაცებს მოწყობას ცდილობენ საქართველოში. ყველა ჩვენი შვილია, ყველა მონათლულია, ყველა ეკლესიის შვილია, შეცდომაში არიან შეყვანილები, შესულები და ამიტომაც მათზეც გააფრთხილოთ უნდა ვილოცოთ, რომ მაგალითი ვიყოთ, მაგალითად სასულიერო პირები იმისა, რომ სიძულვილი კი არა, სიყვარული აშენებს. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენები. არ მინდა რაღაც ესე ტრაფერეტულად ვისაუბრო, მაგრამ ჩემი დაკვირვებით იმასაც გეტყვით, რომ ცოტა რთულია ასეთ ადამიანებთან საუბარი, მარტივი არ არის, იმიტომ რომ არ გისმენს, იმიტომ რომ ისე არის დაჯერებული თავის გადაწყვეტილებაში, რომ ძალიან რთულად მიდის მათთან სიტყვა ღვთაებრივი, სულიერი, გულიათ გაქვეებული, მათ ხო არის ამბობს, ხო კარგად მოგეხსენებათ, რომ რამ გაგიქვავათ გულები, რამ დაგიბრმავათ თვალები, რატო არ გესმით ჩემი. ეკლესია ეხლაც ღაღადებს, ეხლაც ეძახის, ეხლაც ირეკება ზარები, ეხლაც იწვევენ ტაძარში ხალხს, მაგრამ ნუ აი ჩვენ სადღაც იმ პერიოდსაც გავდივართ, როცა ადამიანებს არ უნდათ ამის მოსმენა და გაგება. მე მაინც ვფიქრობ, რომ რახან ჩვენ დედაღვთისმშობლის წილხვედრი ერი ვართ და ძალიან ბევრი წმინდანების ფარველობა აქვს ჩვენ ქვეყანას და საქართველოს და ჩვენ ეკლესიას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პროცესები არის დროებითი და ჩვენი ერთობლივი შემართებით, ჩვენი ერთობლივი ლოცვით, ჩვენი ერთობლივი სწორი ქრისტიანული ცხოვრებით ნელ-ნელა ასევე მე ვფიქრობ, ასევე მთავრობასაც უნდა მოთხოვოთ ის, რომ ცოტა განათლებაში სისტემაში ცოტა შეიტანონ რელიგიური სწავლება, განათლება, სამღვდელოება დააბრუნონ ეკლესიებში, რა თქმა უნდა ეს ერთობლივად უნდა მოხდეს და საპატრიარქომაც და ეკლესიამაც ღირსეული შვილები უნდა გაუშვას სამღვდელოება
ზოგად საგამონათლებლო დაწესებულებებში, რომ შემდეგ აი მოხდეს ახალი თაობის სწორი აღზრდა, აი ფესვი თუ იქნება ესე იგი ჩადებული ფუნდამენტი სწორი, რა თქმა უნდა, იქიდან მერე უკვე ნაყოფებიც კარგი ამოვა. ჩვენ ესეთი პროცესი გვაქვს დღეს სახარებიდან მოგიტანთ მაგალითად აი ჯეჯილთან ერთად ღვარძლი როდათ ესა თქვათ ხო ბოროტმა და ეს პროცესიც გასავლელია, როცა ეტყვია რომ ჩვენ ამას ამოვძირკვავთო ღვარდსო, ერთი ეტყვის რომ არა ერთად იზარდო, რაღაც პროცესი, რაღაც დრო უნდა გავიდეს, რაღაც ეს ერთობლივად უნდა ეს ზრდა უნდა რაღაც დონემდე მივიდეს, რომ მე უფრო მარტივი გასარჩევი იყოს, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. დღეს ბევრი შეფარულია ისევ. დღეს კაი კაცს თამაშობს, კაი ქალს თამაშობს, ზნეობრივად თვითონ ძალიან დახვეწილია, ძალიან პატრიოტია. ბევრს ნიღაბი აქვს პატრიოტიზმის, პატრიოტული სულისკვეთების აფარებული და ძალიან რთული გასარჩევია. ამიტომაც ძალიან ბევრი მაგალითები სწორად უნდა ავიღოთ სახარებიდან და ძალიან ჭრეტელობით, ძალიან ბრძნულად უნდა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ დავაზიანოთ ის ჯეჯილი, რომელიც მაგალითად აი ესე იზრდება და რომელმაც შემდეგ საქართველოში ცხოვრება და საქართველოში აი ეს სიყვარული უნდა მერე განავრცოს და მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას ღმერთო ყველა შვილს ჩვენსას მომადლოს წყალობა და მადლი ფიქრი იმისა რომ არავინ არ დავრჩებით მარადიულად მიწაზე ყველა გარდავიცვლებით ხო უფალთან ხო წარვდგებით ვერავერ ავწდებით უფალს აი როგორ წარვდგებით ღმერთთან გარდაცვალებაზე ფიქრი მამა პაისი ამბობს გონე რომ ძალიან კაი შედეგებს დებს თუ ადამიანი არ ფიქრობს გარდაცვალებაზე და როგორ შეხვდება ღმერთს ამაზე არ ფიქრობს ის ძალიან ბრჭყალებში ძალიან თავისუფალია მისთვის ცოდვა არაფერს არ ნიშნავს შიში არა აქვს ღმერთისა და რაღაც გონია რომ მუდმივად იცხოვრებს ამ ქვეყანაზე და არ არის ეგრე აი ჩვენ ძალიან რთულია ხა ეს ერთ საუბარში ჩავატიო მაგრამ აი ყველაფერზე ესე ნიუანსურად უნდა კონდეს საუბრები ჩვენ სულიერ შვილებთან ოჯახები უნდა გაძლიერდეს ოჯახი ისეთი როგორი დაკნინებულია ჩემო კარგებო აბა ნახეთ როგორი ინგრევა ყოველ 5 წუთში ხა სამგდელოება ვარ დაწერ ჯვარს გაიგებ 6 თვეში გაცილებულია ჯვარს და მე რაღაცა რიტუალებად გადაიქცა ჯვრისწერა და ნათლობა ეხვერწები ადამიანს ჯვრისწერას რომ თხოვ იარე მოდი ერთი ტაძარში მოდი ვისაუბროთ მოდი მარხვას დაგაჭერდი მოდი გასწავლი ამ რამხელა პასუხისგებლობას იღებ როცა ოჯახს ქმნი არ უნდა გაგება მოვლენ მარტო იმ როცა ჯვარდაწერი მიდიან არ იციან რას აკეთებენ აი ისევე ნათლობა ეუნები ეხვერწები ნათლია ხარ მწამსი არ იცი ტაძარში არ დადიხარ რატო ნათლობ გინდა აუხსნა ანთებული ხარ მღვდელი ხარ გინდა დაარიგო გინდა ეს ნათლობის ამ ხელა სულიერ ზემში მონაწილეობის ეს შეგრძნება გააგებინო არ უნდათ არაფერს გააგება იმიტომ რომ მოვლენ მონათლებთან აი ნახეთ რამდენი ნიუანსია განათლების სისტემა რიტუალურად გადაქცეული რაღაცა წირვებიც კი და ესენი აგერ ახლა მოდიხარ და ოჯახის ინსტიტუტი ასე არის დანგრევაზე პრესა ტელევიზია ყველაფერი მუშაობს იქნებ რომ ღმერთს დააცილონ ადამიანი დააკნინო ეს იწვევს უსიყვარულობას ეს იწვევს დაკნინებას ეს იწვევს შაუთანხმებლობას ეს იწვევს იმას რომ ადამიანს აღარ უყვარს ადამიანი და ჩვენ ყველა ადამიანში ქრისტეს უნდა ვხედავდეთ ძმებო და დებო ჩემო ძვირფასებო ვინც ახლა გვისმენთ ჩვენ უნდა გვტკიოდეს ჩვენი წაქცეული მოყვასის ჩვენი გზასასθენელი მოყვასის ამდენი ნარკომანი ამდენი ბოდიში და გზასასθენელი ახალგაზრდა ქალია კაცია რა ვიცი როდის იყო საქართველოში დავამატებდი მამაო ახლა თქვენ საუბარში ახლა იგზნობა სიტყვა და უბრალოდ იცი რა არის ვიღაცას რო იტყვიან იბრმავებს თვალს ყურს არ უნდათ ამის გაგება და როგორი რაღაც არის თან მეორე მხრიდან ხდება ესეთი რაღაცა რომ თითქოს ახლა ჩვენ
ჩვენთვისვე უნებოდეთ თქვა სიტყვაზე. ეხლა იმდეს ვერ წვდება ადამიანი, ჩვეულებრივი მოგდავი ადამიანი ვერ წვდება იმდეს, რომ ვიღაცაზე გულის შეტკივა თქვა უცხო ადამიანს. აბა, ვერ ხდებია. ამ დროს ახლა რა ვიცი დიდება უფარს ახლა ჩვენ საკრის ვისაუბრეთ, რომ ეს გულის ტკივილი არის. ყველა არ მგონია მე რომ სასურველ პირში რაღაც ანგარებები იყოს, შეიძლება რაღაცა შესწორება მოვიდეს, მაგრამ გულის ტკივილი არის ის, რომ ძალიან დიდ გაუგებრობაში ვართ, ერი რომელსაც ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს, რომ სული ვიცხოვროთ, უფრო კარგები ვიყოთ, უფრო უკეთესები ვიყოთ და ჩვენ ამ ყველაფერს არ ვიყენებთ. ახლა როგორია წარმოიდგინე, ამის შესაძლებლობები რო არ იყოს და რაღაცა თქვა სირთულეები იყოს, ხო? ამაზე შეიძლება ნაკლები ისაუბრო, მაგრამ გვაქვს, ამ მიუხედავად იმისა, ახლა ეხან მახსენეთ, რომ რა დაპირისპირებები ხდება თუნდაც პოლიტიკოსები ავიღოთ, თუნდაც რა ვიცი, ახლა სამწუხაროდ რაღაცა ფაქტები იყო, რომ ეკლესიაშიც რაღაცა ძვრებია. სამწუხაროდ. ეს ცილისწამება დღეს არ არის, ახლა მაგი კი არ გვიგვი ჩვენ, მაგრამ უყურე როგორ რაღაც არის. ეს ყველაფერი კი გვიშლის ხელს, მაგრამ მაინც ჩვენს ქვეყანაში მადლობა ვუფა ჩვენ წინაპრებს, ჩვენს დიდმამებს, ქართულმა მოღვაწეებს, მაგრამ კი ხელა მადლი აქვს დატოვებული, რომ ვინც მოინდომებს თუ მოინდომებს, თუნდაც საერთაშორისობრივად ახლა საერთოდ არ ამორწმუნე ადამიანი, შეიძლება პირჯვის არ არის ეს ადამიანი, მაგრამ თუ მოინდომებს და გადაიწეს პირჯვარს და ღმერთს რომ უფალო მიშველი მე გაუგებრობაში ვარ და შემეწია და კონკრეტულ წმინდანებთან მივართ და მათ გავესაუბრებით, ხო? მოდის ეს ყველაფერი და გეძლევა ამის საშუალება. სამწუხაროდ მე მინდა ვთქვა ახლა სოფლიო ერებში არ არის ეს საშუალებები და ჩვენ ამას ვუხართ, რომ ეს ადამიანება ეს რა დიდი წყალობა და დიდი სიკეთე გამოიყენოს და ყველაზე უბრალოდ იცი რა არის აი გაკვირვებაში ვარ ხოლმე იმაში რომ ქართული ადამიანი როდესაც კი ბატონო მე არ ვარ ის ისა რომ წმიდანი ვარ და რაღაცა მეც მეშლება მეც ხანდახან გავბრაზდები ვიღაცა შეიძლება განვიკითხო მაგრამ უყურე გვაქვს ამის საშუალება გამოსასვლელი კარები არის და გამოდი რა და იქ გამოიყენეს დიდი მადლი და დიდი სიტუაციები რომ უკეთესი გახდე 7 გახდე რა ვიცი უნებაზე მაღლა დადგე და მადლობა უფარს და დიდება უფარს მაგრამ აი რა ვიცი ვინც გვიჯერებს ხანდახან და ვინც თქვა ასე თუ ისე ვწვალობთ და ვიბრძოლობთ შედეგებსაც ვდებთ ხოლმე და უბრალოდ ისეთი რაღაცა რელიგიური ეს ცხოვრება რომ მართლმადიდებლური ცხოვრება რომ ძნელი არის რა იქ პეტაბერისი გადაცია ადამიანს და პატარა ნება უნდა გამოხატოს ნება მერტი არ ელევა ადამიანს აი მახსენდება ახლა ნება უნდა გამოხატოს მონასტრებში რომ ყოფილა ხოლმე საუბარი რომ ადამიანი რომელიც ახსაყვეცად ემზადება მორჩილია მაგრამ უცბად აი დატოვებს ეს ადამიანი აღარ აღიკვეცება და ბედის რა თავარი ანუ რომ ყოფილა ხოლმე საუბარი რატო წავიდა ხო რა გულის ტკივილით იმიტომ რომ ყველა ელოდება რომ ეს ადამიანი მონაზვნურ გზას შეუდგება რა მოწოდებულია რაღაცა პერიოდი დაჰყოფს მონასტერში მაგრამ მე მიდის რა თავარი პასუხი რაღაც იღუბენი ამბობს ხოლმე წინამძღოლებს თუ გამოცდილ წელს ეს არ იბრძოდა ანუ არ იბრძოდა და ამიტომ წავიდა ანუ თავარი ხო ჩვენთვის ბრძოლა არის ანუ მებრძოლი ეკლესია რა თქმა უნდა წევრები დღევანდელ ჩვენს წუთისოფელში თითქოს აი ამ ყოფიერებაში ადამიანებმა დაკარგეს ბრძოლის ჟინი და мотиваცია. ანუ აი რაზეც მე საუბარი თავდაპირველად დავიწყე, როდესაც ეთერი გავხსენეთ, ანუ სასუფევლის მიზანი და ორიენტირი. აი რაც უნდა გქონდეს ჩვენი მამოძრავებელი რაც უნდა იყოს ჩვენთვის, მთავარი мотиваტორი რაც უნდა იყოს ჩვენი ცხოვრებისა, რომ გქონდეთ სასუფეველია რა. აი ეს იმდენად უკან გადაინაცვლა თანამედროვე ყოფიერებაში ადამიანისთვის და იმდენად მეათე და მეასე ხარისხოვანი გახდა, რომ სადღაც გადაკარგულში ახლა არის რომ მე როდესაც გარდავიცვლები კი მე მინდა რომ ცხონდე და წავიდე იქ სასუფეველში რომელიც რაღაც აბსტრაქტულ რეალობას მეზმანება მაგრამ აი ის რომ ჩემ ყოველდღიურ აი სერაფიმე როუზი კარგად ამბობს რა რომ ვინც ყოველ თავის ცხოვრებისეულ გამოვლენებაში არ არის მართლმადიდებელი ის საერთოდ არ არის მოდი ესე ვთქვათ კიდე ხო ანუ ჯვარცმა ამ სოფელში ჯვარც აწვევს ზოლიჟინი არ არის ეხლა უყურე როგორი რაღაცა არის აი ამ დროს ეს ამ ბძოლის ჟინის გარეშე მე მინდა ყველას მინდა ვუთხრა რომ აი არის ძელ ჩვენ ახლა სასწრაფოებრივი ვარ და უამრავ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა სასწრაფოებრივობაში არიან ჩავადილი წუხა გასაგებია ჩვენთვის ეს მისაღებია კი არა იმიტომაც არიან რომ თქვათ იქ არ მიდიან სადაც უნდა მივიდნენ მაგრამ ამიტომ მინდა რომ გამოსავალი არის ჩვენთან აუცილებლად სხვა გზა არ არსებობს არანაირად არ არსებობს არა მარტო ჩვენთვის ქართულებისთვის და მართლმადიდებლებს თელევიზორისთვის გამოსავალი არის რომ ადამიანით იქზე შინაგანი თავისუფლება ნახო რაღაცა
თუნდაც ეს ბრძოლა ახლა ჩვენ რა ნაკლებ ბრძოლებში კი არა ვართ ახლა უკვე 24 საათი იმას ვფიქრობ რომ სუფთა ვიყო წმინდაც ვიცხოვრო პატრიოტად ვიცხოვრო იმდენი შეცდომები მომდის რა ვიცი ვერ დავთვლი აი თვლა არ იქნება მაგრამ ეს არის რა ვქნათ ახლა ამ წუთის სოფელში ვართ მაშინ უნდა გავიქცეთ ახლა იყვნენ რომ ადრე მაგალითად სუპერულად რომ საწუნებაში შევეცი და ვკითხულობდი ხოლმე რომ წმინდანები რომ გარბოვდნენ მიგვიდა ხოლმე რაღაც დაიღაც შედაგან ივე თანხმობდა ეხლა უკვე იმდენად ესე იგი 100%-ით მაქვს ეს გასის ხოცებული რო კი არ გეგვისი ვიცი რომ რატომაც მიდიოდნენ და რა სიძნელებთან არის კავშირი რომ ადამიანმა თავი გადაიჩნოს მაგრამ მე ერთი რამე არის რომ ვერაფერში ვერ ნახულობ აი მაგალითად მეგობარს რო უყურებ შეიძლება სულსაც უცხო ადამიანი იყო გავიცნო და იმ ადამიანში რო ხედავ ბრძოლის სულისკვეთებას ქართულს აი ნამდვილს ადამიანი რო უყარს მოყვასი რო უყარს ხო ეს უკვე ჩემი ძმა არის და აი ბრძოლაში ძლიერდები რა სანამ გავისწო მანამდენაც და რა ვიცი დიდება უფარს ამადლობას და აი აქეთკენ უნდა წავიყვანოთ ეს რა ვიცი შეძლების დაგვარად რა ადამიანებმა საბოლოოდ უნდა გაიგონდა რომ სხვა გზა არ აქვს არანაირი არ გზა არ აქვს რა ვიცი სულ იმაზე მოდიმეც ვფიქრი რომ ვიღაცას თქვა შემწებეთი აქვს და მე იმაზე ცოტა მაქვს თუ რაღაცა ღმერთმა ყველას სიკეთეში მოახმაროს უფალო იესო ქრისტე ეგ წარმოედგინე კი ბატონო გახდა რომ შენი მეგობარი იყო თუ სკოლელი თუ ვიღაცა და შეძლებული გახდა ღმერთმა მოახმაროს იქ დალოცე ის კაცი და რომ დალოცავ შენს მოხშეხენ შეგეხება ის სიკეთე წევლით მიბაგვებდი შურს და რაღაცა იმაში ვარ და აი ველოდებით რომ როდის ეს ხდება ამ წუთის სოფელში და უბრალოდ ეს სირცხვილია მე მინდა თქვა ამ სირცხვილიდან გამოსვლა შეიძლება და შესაძლებელი არის ეკლესიაში მადლობა უფალს მაგიტო ვარ ჩვენ ტაძარში მოდი ამიტომ ვართ და აქედან გამომდინარე ეს უნდა შესაძლებელი და გვართ და გამომიყენოთ ეხლა ბიზანტიის იმპერია საყოველთაოდ არის აღიარებული ფაქტი რომ ბიზანტიის იმპერია როდესაც გაცხადდა რომ უნდა დაცემულიყო და გრიგორი პალამას პალამისტური მოძრაობა ორჯინდა ერმა და ბერმა დაიწყო იესოს ლოცვა. აი შენგენაცვალე. ბიზანტიის იმპერიის დაცემის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია რომ ერთი საუკუნით გადაიდო. ანუ ეძიეთ უპირველესად ღვთისმსახურებელი სიმართლემის და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ. ეხლა სიზიფეს მითი რო არის ძველი ბერძნული მითი რომ ეს სიზიფეს რომ ლოდი დააქვს მწვერვალზე და ყოველი ატანისას უკან გორდება, აიტანს გორდება, ხო? ჩვენთვის ლოდი არის ქრისტე. თუ ქრისტეს არ დავეფუძნეთ, თუ სასუფეველი არ გახდა ისე ვიმეორებ, ჩვენი ამოსავალი ორიენტირი და ჩვენი თითოეული მიწიერი ცხოვრების მთავარი გამოვლინების მოწოდება არ იყო ქრისტე და სასუფეველი, ვერც სახელმწიფოს ვერ ავაშენ, ვერც ჯარი ვერ გვეყოლება, ვერც ეკონომიკა ვერ გვექნა, ვერც ბიზნეს სექტორი ვერ განვითარდება, ვერც ტურიზმი, ასე ანუ ყველაფერი რაც მატერიალურია და ამსოფლიურია, არაფერი ჩვენ ხელი არ მოგვემართება. მით უმეტეს მართლმადიდებელი ერს ღვთისმშობლის წილხვედრ ერს რომელსაც მიეცა კვართი უფლისა როგორც არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი ბრძანებს ხო რომ ეს კვართი უფლისა არის წინდობის ნიშანი რომ ერი დაიწინდა ქრისტეზე როდესაც ჩვენ ეს სიწმინდეები გაგვაჩნია და ვერ გულისხმავ ყოფთ რა არის ჩვენი მთავარი მოწოდება გამორიცხულია რომ ჩვენ ხელი მოგვემართოს სამწუხაროდ მიაჩნია და სხვათა შორის უყურე ეს ყველაფერი ან თქვათ ეგრეთ წოდებული რაღაცა ბევრი ახლა შეიძლება ხელისუფლებაში ციყულეს ისეთი ხალხი და იყვნენ ხო გვახსოვს ახლა როგორ ციდისკურად და როგორ ესე საკრულად ესე ხალხში აუცილებლად ამაზე დააჯერეს ახალგაზრდები ფაქტურად მოწამლეს და მე არ ვიცი ახლა უყურე როგორი რაღაცა არის დღესდღეობით კი ხელისუფლების წარმომადგენლების გამხედავთ რომ თითქოს ეკლესიის წინააღმდეგი არ არიან მაგრამ ეს არ წინააღმდეგობა რაში მდგომარეობს აი რა საძლებენ ეკლესიას რის საშუალებას აძლევენ რომ ანთებული იყოს და ხელშეწყობა არ არის ფაქტიურად ახლა შემიძლია თქმა ხალხში კი ჩანს რომ სასულიერო პირები ვითომ შეძლებულები არიან დიდრები არიან მე მინდა გითხრათ რომ მე არ ვიცი ვისხედავთ ახლა რავი სადღაც თითოეული სულ ყველა რავი თითქმის უმრავლესობა არის უკიდურეს გაჭირვებაში ახლა რა ვქნათ ახლა ქალაქში ცხოვრობ და შემოძოძელები ვერ ივდით მაგრამ 24 საათი მას ვფიქრობ რომ ბავშვებს აჩაუაცვა რა რაღაცა აი მატერიალური და ახლა ილია მართალი და ალექსის შუშენია წმინდანის შუშენია პირდაპირ მოუწოდებდა ახალ ხელისუფლებებს რომ თუ გინდა თუ ვერს რო კეთილი იყოს ხო მუდელს არ უნდა მისცე იმის საშუალება რომ 24 საათი იმაზე ვფიქროს ოჯახს როგორ მიხარ რა თქმა უნდა რომ გავიდეს ხალხში და მაგრამ ამას აკეთებენ ამას არ ვიცი მე რა ვიცი ახლა თუ აკეთებენ არ ვიცი მაგრამ ვინც აკეთებს უყურე რა ხდება უყურე რა ხდება ვინც აკეთებს თქვა კონკრეტულად ხო არიან ახლა ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენ ახლა სადაც ავართ ეს ხალხი ვინც აკეთებს ხო უყურე რას აკეთებს ცილის წამებას რა ხარ მაიმუნური და რამზაკრული ის აქვს რომ უამრავი იჯერებს წარმოედგინე მორწმუნე კაცო შენი ამხსერებელი ადამიანს ვიცნობ
რაღაც გარკვეული პერიოდები ერთად ავართ ვიცი რა სულისკვეთების და ის მეუბნება არა რუსეთის აგენტიო და ეს არის შემოგზავნილი და რაღაც ამ ხალხზე ნახე რას აი ვისაც მართლა გული შეტკივა ერზე და ქვეყანაზე და სამშობლოზე ხო ამ ადამიანებს რა ვიცი საშინელებებს აბრალებენ და ესენი რა წმინდანობა სხვა კი ერაფერი არ იყო ეს სილის წამება დღეს არ მოდის ეს შედეგებს დებს რა თქმა უნდა ბოროტებაში მაგრამ საბოლოოდ ეხლა რა საბოლოოდ მაინც თავის დროზე მოციქულებს იწამებდნენ რა ეს ხალხი ვინ არიან სად არიან სათუთხე სცენებაშიც არ არიან მაგრამ ესენი არიან უდესი ხალხი და იგივე ამათ ექნებათ ეხლა ხანდახან მე ბატონ დავითთან და ირმასთან მაგხომი საუბარი და გულგატეხილები არიან რაღაც მომენტში რომ უბრალოდ რავია ძალიან მართლა რა არასოდეს ამათეს არ უღიარებია თუ რაღაცას აკეთებდნენ მაგრამ ტკივად გული რომ აი ადამიანებისგან პირიქით რომ მოდის ეს რომ ვიღაცა იჯერებს რომ თქვა ამ დროს ახლა აი დიდება უფარს მადლობა უფარს ახლა რა ინტერესი უნდა მქონდეს ახლა მე რომ აი ამათზე თქვა რაღაცა ადამიანებში რაღაც ეკლები გავაკეთე უბრალოდ ვიცი რომ მართლა ადამიანების მოყოლები არ მართლა გული შეტკივად ხალხზე მართლა უნდათ რომ ყველა ადამიანმა გაიხაროს საქართველოს გაიხაროს ამოისუთქოს მაგრამ ой არა უკას ვისაო ის არის რუსეთის აგენტია და სისულელები და მე მინდა ამ ახლა ქრისტიანი ვინც არის დევნისის იყავიო ზათო მე მდევნეს თუ თქვენცი დევნები არა მაგას ფიქრობ მაგას ეხლა რომ მაგი აძლებინებთ და რა აძლებინებთ ეხლა ეს ჩვენ კიდე მსუბუქად ვლაპარაკობთ თუ რამათი მხელა შემოტევებია მე ვცდილობ რომ რაღაცნაირად გოჩი დაუდგე როგორც ჩვენი ასე ვთქვა მოყვას და როგორც ქრისტიანებს და როგორც მართლმადიდებლებს და როგორც აი ჯურის ნაწილია ჩვენი ჯურის ნაწილია ჩვენი საუბარში ჩემს სულიერ შუშებთანაც მithქვამს ვიზეც გაიგებთ რომ აიდევნება ნებისმიერ სამთავროებიდან თუ მთავრობიდან თუ იმიდან ამი გაიგებთ რომ აწერენ რუსეთის აგენტია იცოდეთ რომ ნამდვილი პატრიოტები ისინი არიან და ქვეყნის შვილები ისინი არიან ეშმაკი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს რომ სწორი მიმართულება აი ქრისტეს სიყვარულმა და ქრისტეს იდეამ თუ შეიძლება ვთქვათ ეს რის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს მთელი სამყარო და კონკრეტულად ჩვენი საქართველო ხო რომ ეს არ მოხდეს და ეს უნდა მოხდეს ასეთი ხალხის ისი შრომის საფუძველზე რომელიც ესენი გამოვლენ იქ ადაგებენ ხალხს გამოაფხიზლებენ სამღვდელოებასთან ერთად შევიკრებებთ ერთად ერი და ბერი ჩვენი მართალი ცხოვრების წესი რა უნდა ვთქვა ისი ახლა ამბობენ ხოლმე რომ არა არავინ არ არისო მესამე ძალადან მეოთხე ძალადან სიცხვილე თავის თავს იკრინებს როგორ არ შენ იყავი და ჩვენ ერთად ვიყოთ როგორ არ არის მაგრამ შენ ესე იგი ეს ვითომ შეგიც შემოგდებულია მე მგონი რა თქმა უნდა ამათი იმისგან რა ბოროტისგან რა არის როგორ რას ქვია არ არის მაშინ დაგუპოლოთ ეგ არის თუ არავინ არ არის ვის ჩვენ კარგად მოგვიხსენებთ რომ მართლა მეეროთ მოსვლის წინა პერიოდში როგორ არ არის მაგრამ ცოტა თავზალა უნდა დავატანოთ და ყველა ბოლო ჟამის მამა ვინც ჩვენ ვიცით ვინც ხადაგებდა და ვის სიტყვასაც ჩვენ ვეყრდნობით დაწყებული ჩვენი უსაყვალეზე ღირსი ბერის გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის თუნდაც ათონელი პაისი პორფირი კავსოკალიველი აი ბოლო ჟამის ესეთი მამები ვინც იყვნენ ყველა აკეთებდა მითითებას რომ აი ამნაირ პერიოდში რაშიც ახლა ჩვენ ყოფილი ასეთი რამე დედამიწაზე ჯერ არ ყოფილა ანუ ეს არის სრული აპოსტასიის განდგომების და სხვა შორის მეორეთ მოსვლასო უფალი ამბობს რომ ვიპოვი ორ წვენასო მაგრამ მე მაინც საქართველოში არა მაქვს მაგის ისი მე დაკარგული არა ვარ მეორეთ მოსვლა იქნება ღმერთ ამბობს იესო ქრისტეს წვენა იქნება უკიდე ვიპოვი ორ წვენას კი ბატონო უკვე რა ხდებოდა საქართველოში არ ამგონია უნდა რაღაცა და ძრები იყოს რაღაცა უნდა საქართველოს ჩვენი სასწაულება ხომ თავარისა ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ერისა აი მე მაგალითად ეხლა მახსენდება ძალიან მიყვარს ხოლმე იმისი რა ქვია მამა რაფაელ კარელინის კითხვა რა ჩემი ერთ-ერთი ხო ჩემი ერთ-ერთი ნუ მე ყველას აი მოუწოდებ ტელეეთერებიდან რომ გაეცანით მამა რაფაელ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი ეს არის სოფლიო ბოლო დროის სოფლიო გამორჩეული საეკლესიო მწერალი იკითხეთ მამა რაფაელ კარელინი ხო და აი მამა რაფაელ კარელინის აქვს ესეთი
წიგნი ხატი დიდება საქართველოს საკათოლიკოსო ეკლესიისა, რომელიც არის ესე იგი მიხეილ საბინინის დაწერილ ხატზე, საქართველოს დიდების ხატზე, ამის ესე იგი სულიერი განხილვა ამ ხატისა, არა და იქ ძალიან კარგი მომენტია ერთი, რომელსაც ხშირად ვკითხულობ ხოლმე, რომ საკუთარ თავსაც ვახსენებ ამით და განმამტკიცებს ეს. და ამავდროულად კიდევ ინტერნეტშიც ვაქვეყნებ ხოლმე, რომ სხვებმაც წაიკითხონ და განმტკიცდნენ. ესე იგი, რომ ხატის ზემოთ გამოსახული არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც ხელს უყრია ომფორი. ეს არის თავსაბურავი ძველი იუდეველი ქალწულებისა, რა და ესო არისო ნიშანი იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობს, იცავს და იპარავს საქართველოს და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას და იხსენებს დანიელ წინასწარმეტყველის ხილვას. როდესაც ხდებოდაო ძველი ომებიო, ესე იგი ყველა ერს ყავდა ყველა ქვეყანას და ერს ყავდა თავისი მფარველი ანგელოზები. გაბრიელ მთავარანგელოზი ყველა ლოცულობდა თითოეული ერისთვის ეს ანგელოზები ღვთის წინაშე, უფლის ტახტის წინაშე ლოცულობდნენ, რომ ზოგიერთი ევედრება ღმერთს, რომ გაუხანგრძლივე ტყვეობაში ყოფნა ამ ერს, რომ გონს მოეგოს და შეინანოს. ზოგი ევედრება რომ გაამარჯვებინე, რამე თუ იცავს მართლმადიდებლობას, არა და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვანაირი ზოგისთვის ლოცულობს იმისთვის, ესა თავისი ანგელოზი რომ მან გაიმარჯვოს, რამე თუ უფყრია ჭეშმარიტება, ზოგისთვის ლოცულობს რომ ესე იგი დარჩეს რაღაც განსაცდელში იმისათვის რომ ამ განსაცდელმა მასში სინანული აღზას, აი როგორც უფალი ამბობს რომ მე მიყვარს მას ვწურთნი და გულისხმობა უნდა ყო და შეინანო, არა და ჩვენი მფარველი ანგელოზიო რამე თუ წილხვედრია საქართველოს ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა არის თვით ზეციური დედოფალიო რომელიც ლოცვაში ხო ვკითხულობთ აღმატებით უზესთა ესა ქერუბიმთა სერაბიმთა ანუ ყველა ანგელოზებრივი დასზე უფრო ყოვლადწმინდა სამების წიაღთან ყველაზე ახლოს მდგომი ყველა არსებაზე რაც ამ სამყაროში არსებობს აღმატებული არის ყოვლადწმინდა ყოვლადუბიცო ქალწული ჩვენი ზეციური დედოფალი არა და ეს არის ჩვენი სასოება დიდება და მადლობა ღმერთს ეს არის ჩვენი სასოება რომ ყოვლად აი ცხონებული ჩვენი დეკანოზი დავითი ქლივიძე ღმერთმა მისი ლოცვებით შეგვიწყალოს აი მამა დავითი ქლივიძე ხშირად ამბობდა ხოლმე რომ თავის დედას ჩააბარაო საქართველოს და ქართველიერი უფალმაო და ჩვენი ზეციური დედოფალი მეორედ მოსული ჟამს აუცილებლად დაახვედრებს თავის შვილთან, თავის ძესთან არის და აი როგორ არის ძალიან კარგი მომენტი არის ეს მახსენდება ხოლმე კანას გალილეას ქორწილში. როდესაც მივლენ და საუბრობენ რომ ესე ღვინო და დედაკაცო ჯერ არ გმოსულა ჩემი დრო, მაგრამ ღვთისმშობელი რასეუბნება იქ მყოფ ადამიანებს, რომ რასაც გეტყვით ის გააკეთეთო, ანუ ღვთისმშობელმა გულისხმა ჰყო რომ მაცხოვარი რომელსაც თხოვდა რომ ღვინო შემოაკლდათ სტუმრებს და გაამრავლე და ქრისტე ეუბნება რომ ჩემი დრო არ მოსულა, ანუ არ იყო ღვთის გამოვლინება, ღვთაებრივი მისი ბუნების გამოვლინების დრო არ იყო დამდგარი, მაგრამ პირველი სასწაული აღასრულა ქორწილში, კანას გალილეაში, რამე თუ დედამ თხოვა და რამე თუ დედის სიყვარულმა ესე იგი ღვთაებრივ ამ ჩვენს შემოქმედზე იმდენად იმოქმედა რომ დედის სიტყვამ შეაცვლებინა იმ მომენტში ესე იგი გადაწყვეტილება, ხო? და აი ჩვენი სასოება სწორედ იმაში მდგომარეობს და ამას სასოებ დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით საქართველოს აუცილებლად შეიწყალებს უფალი და ბოლო ჟამს, როგორც ჩვენი ღირსი გაბრიელი აღსარებელი და სალოცე ბრძანებს და საქართველოს გაბრწყინებული დახვდება უფალს მეორედ მოსულისას. აი ეს მინდა მეც რომ იცით რა არის ეს ფართოდ უნდა იქადაგებოდეს. ჩემოძმებო. არა, ერთი არის რომ კი გასაგებია რომ ამის იმედი ჩვენ გვაქვს, მაგრამ მეორე ის არის რომ ახლა ესე ცლად ესეც არ არის რომ ამ გაუგებრობაში და ამ რაღაცა. არა, ხელი თუ არ გაანძრეო, არაფერი არ გამოვაო ხო ესეც. შრომა უნდა და უბრალოდ მე რამიდა იცი რომ ეს შემართება უნდა. ეს მოტივატორი ის ადამიანები მაგალითად დღეს ვინც ფულის შოვნით არის დაკავებული. თუნდაც მე არ ვიძახი ხლა, ვინც საზღვარგარეთ წავიდა და შრომითა და წყალებით მერტყოს სიკეთეში და მე მაგათაც მოუწოდებ რომ დაიხმარო რომ გაჭირებული ხარ. რაღაცას რომ იშოვი ხო ორკაბის შენი იმის გამო რომ რაღაცა იმის ნათლისმცემელი რომ ამბობს ივანაცემელი მოინალია თუ და ხმერთ ნაყოფიო სიკეთისა ვარ მარტო სინანული არ მაგრამ ნუ რაღაცა სიკეთეულ გამოისყიდო ისოდვა მაგრამ უყურე აი ეს წუწურაკობა ხოჭო ქართველი კაცი მე არ ამგონია რომ ვკითხულობ ახლა ისტორიას და
არა პირიქით სხვებისთვის იყო თავდადებულები იყვნენ, მაგრამ ეს საიდან შემოვიდა ეს ქრისტეს დავცილდით მამაო და ყველაფერი გაუმაძღვრება რა უბედურება წარმოიდგინე ახლა და მე ვიცახი რომ აი თუნდაც რა ვიცი ახლა დღეს ახლა არის არჩევნები ხო? კი 4 ოქტომბერს კი აი მოუწოდა აი წარმოიდგინე რომ ეს ადამიანები არიან იმისთვის დაგეშილები რომ აი რაღაცა მეტი მატერიალური კეთილდღე ვარ მოგდო და ეთხოვილი და ეს რავი არ დაიღალენ არც ხვენიათ მე ერთი რამე უნდა ვთქვა რომ არც ერთი ეს მოქმედება და მოქმედარი იაკობ მოციქულიძე კარგად წაიკითხო არავის არ შეჩენია არავისა და არ შეჩება ის რომ ხალხის ხარჯზე რომ დიდდები და რაღაცა ფუფუნებაში ცხოვრობ და ანუ როგორი რაღაცაა ესე რომ თან ამატყუებ ესე მზაკრულად ხო არ მომხდარ ეგეთ ახლა მე შეიძლება სულთან ნაწყენი იმის მაგრამ გულის კივილიც არის ამაში რომ მოინანიონ ახლა მაგალითად აი სამაგალითო სახლის კურთხევაზე ახლა ხო ხშირა ყველა დიდარი ყარი ყველას მიყავ მაგრამ იმ წმინდა წერილი სადაც სახარება კურთხევა ამხელოვნიშნულობა გზაქე ვინ იყო ეს იყო მეზვერეთა მთავარი ეს იყო რა ვიცი არა მარტო მეზვერე და რაღაცა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაში ყოფი რომ მიუხედავად იმისა მაშინდელი ებრაელი ხალხი ძალიან ისე ძიმე მდგომარეობაში იყვნენ ტყვეობაში იყვნენ და ესენი კიდე რას უკეთებდნენ ზაქემ რომ იგრძნოს მადლი და სიკეთე ხო აღიარა ყველა დამსწრების წინაშე აღიარა რომ მეო რაც ამაკო ჩემი ეს მოპარულიო თანხაო მის ნახევარს დავარიგებ და 4 წელს მივაგებო იმათო ვიცაც ვაწყენიო ეს არის ძველი აქტივისტის მოიყვანა მაშინ რა თქმა უნდა ეს არის ბოლომდე სინანულის წარმოიდგინე ანუ ვის კი არა რომ თქვათ მე თქვათ ნანო მამას და ეს რა გამიკეთებია და ცუდი ქმედითად ვასწორებ მე ამასო დავარიგებო ხალხში გააკეთონ ეს რაც აქვს საშუალება მე პირდაპირ ახლა უბრალოდ ჩაოლობრივი მოდელი ვარ დიდათ არ გამოვირჩევი ახლა იმით მაგრამ უბრალოდ მე ჩემი თხოვნა რომ მიბაძონ ზაქეს იმდენად უკვე გამდიდრებულები და გასულუქებულები არიან ხალხზე იფიქრონ და იზრუნონ და რაღაც ამით მაინც გამოისყიდონ ის დანაშაული რაც შეიძლება ითქვას როგონია რომ შერჩება ეს ტყუილია არც იმას შერჩება და არც მისთავმოვლებს და არავის არ შერჩება და ამიტომ მოვიდნენ რა და ნუ გვატყუებენ რა ნუ რაღაცებს გზავენ რაღაც მართლები და აქეთკენ იშვერეთ იწევს რომ ჩვენ ვართ ახლა რაღაცა ვიცა აგენტები და რუსეთისგან დავალებები და რაღაც კარგით რა მე მინდა კიდე ესეთი რაღაცა გითხრათ აი გავარძელო თქვენი და თქვენი აზრები და ესე იგი ყველა ქვეყანას ყოველთვის თავისი ფარველი ყავს ასევე ყველა ქვეყანას თავისი მისია აქვს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით დიდი მამებისგან და ჩვენი მამებისგანაც რომ მოციქულებრივი მისია აქვს ამ ქვეყანას რა ჩვენ ქვეყანას და პატრიარქი ხშირად დიახ და ჩვენი ბოუქოს მადლობა ჩვენი პატრიარქი მით უმეტეს ასეთ პასუხისმგებლიანი ერი ვარ და ამ ერში ესეთი გაზრუნებული ხალხი არ უნდა იყვნენ აი ეგ მინდა რომ ხალხმა მოიყო მოციქულებრივი მისია ერი ხარი მისა რომ შენ როდესაც დაბნელდება სამყაროში ამბობენ ანუ ცოდვა რომ მოიცავს ყველაფერს და ათეისტე რომ გამეფთება და ვიცით რომ საქართველოს ტახტს ვერ დაიდგავს დიდი მამების წინასწარმეტყველება არის მაშინ საქართველოს ამოიღებს ხმას და ჭეშმარიტ სარწმუნოებას იქ ადაგებს და ამოწმებს ზოლი ჯინი სისხლი დევნით ყველაფრის დათმენით და რა მინდა იცი მოუწოდო აი ჩვენ რაზეც ახლა ჩვენი თემა რაც არის აი ეს დაპირისპირება რო არის ჩვენ ერში ყველას მინდა მივმართ იცი ეს გარდაუვალია ხო ეს პროცესები და რომ ქვეყანა ჩვენი ქრისტესთვის ჯვარცმული ილია ჭავჭავაძე რას ამბობს რომ ჩვენ გვაქვს ესე იგი ორი არჩევანი ან გული შევათალოთ ქრისტეს აი შევათალოთ ან და ამ საწუნებაში ვიცხოვროთ მაინც სხვა გამოსავალი არ არის ჩემო კარგებო და მოდი გავერთიანდეთ ქრისტეში და დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენ ქვეყანას აი მამამ როგორ თქვა ვინც გამდიდრებულია როგორც პავლე მოციქული ამბობს თქვენი გადარჩენა აი ამ გაცემაშია შეერის დაპურვაშია გაიცი ხო დააბრუნონ უკან დააბრუნონ შედიგებაშია სიყვარულშია და ქრისტესთან ერთად გამარჯვებაშია სხვა ჩვენი გზა აქ მაპატიეთ და შემინდოს ღმერთმა და ვერც ნატოს კავშირი და ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკა ცალკე ვერც რუსეთი ცალკე და ვერც ავი თურქეთი და ჩინეთი რაზეც არ უნდა გააკეთო თქვათ აქცენტი
ბოლოს გამარჯვებას ვერ მოგიტანს. რა თქმა უნდა. და როცა შენ ქრისტეში ხარ, როცა შენ მადლმოსილებაში, განმხრდობაში ცხოვრობ, რა თქმა უნდა, მიწაზე ხარ და უნდა იაზროვნო პოლიტიკურად, დიპლომატიურად და რაღაც უნდა კონდეს ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, მაგრამ სწორედ ის მადლმოსილება მოგცემს იმის შესაძლებლობას, როცა ქრისტეში ცხოვრობ და იცი რა მისია გაქვს. სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებს. გონებით უნდა იცხოვროს ქრისტიანობა ზეცაში. მიწაზე უნდა იაროს, მიწიერად უნდა აკეთოს ზემო დაწეული რომ აი უფალში უნდა იყო. ეგ არის თავისუფლება. ეგ არის თავისუფლება, შემოძმეებო, გენაცვალეთ მე თქვენ და აი მამაო, კარგად თქვა, თქვენ საგაგად ჩამოყალიბეთ. ამის პოტენცია არის საქართველოში რა. აი ეს პოტენცია გვაქვს რომ ჩვენ აი ანთებული ქრისტიანული ერი ვიყოთ. ისეთი ერი ვიყოთ რომ ყველა თავის თან მარტო ეს ქრისტიანობა მარტო საუბარი ხო არ არის. ქმედებაა ქრისტიანობა. სწორედ ამ ქმედებით უნდა ვიყოთ ნიმუში და მაგალითი აპოსტირებული კაცობრიობისათვის, რითაც ჩვენ დამოწმებელი გავხდებით რომ აი უფლისერი როგორია უფლისერი და როგორია ღვთისგან განდგომილი ერი ეს გარჩევა. როგორ უნდა ვამუშაოთ მიწა, როგორ უნდა გაუფრთხილოთ ერთმანეთს, როგორ უნდა ვაშენოთ კარგად და ვის რაზეც დააყენებს ღმერთი. იქ პატრიარქი ყველამ თავისი წილი საქართველოს გადაარჩინეთ რა დიდი პატრიარქი ყავს. ყველაფერი დევს ამაში ხო? და მოდი ეს განვავრცოთ რა, მოვეფეროთ ამ ვინც ეს არ იცის ჯერ კიდე ყველას გურში ვიხუტებთ კაცო, ოღონდ ტაძარში მოვიდნენ დავშ საათობით ვესაუბრებით, ველაპარაკებით. თუ არსებობს საქართველოში ესეთი ძალები, რომ მიზან მემართულად მუშაობენ, რომ ადამიანები ეკლესიას დააშორონ. არის სასულიეროს დააშორონ, ხო? არიან მამაო, თუ ქართველები ასეთები არიან, კიდე არ მჯერა, მიუხედავად იმისა, რაღაც ფაქტებს ვაწყდებით. ყოველდღიურად 1000 პრობლემები მოდის და სადღაცა ხო. არ გვინდა დავიჯეროთ, მაგრამ ფაქტია. მოდი რა შეწყვიტონ ამათაც მოვინანიოთ. ხო, მივმართოთ იმათაც. დაუდგებით, ერთად მოვინანიოთ, რა ვიცი, მაპატიე თუ რა ერთმანეთს. აი, ნინევის მაგალითი გავაცოცხლოთ ჩვენ ცხოვრებაში და ერმა და ბერმა შევინანოთ. შეუნდობა ვთხოვოთ, ვთხოვოთ და დავიწყოთ ლოცვა და ღვთისმსახურება ურთიერთსიყვარულით და ღმერთი აუცილებლად მადლს მოგვანიშნებს. აუცილებლად და თიც არ გავიშვერთ არასდროს, არაფერს გაუხსენებთ პირიქით. ეკლესიაში როგორ რაც უფრო სიღრმისეული ამხსარებელია ადამიანი, აი თავის ბოროტებას და ჭურჭს რო ამოაგდებს, უფრო მეტად არ გიყვარს. უფრო მეტად არ გინდა რომ მიიხუტო გულზე. ხო და აი წარმოვიდგინეთ ჩვენ სიხარულს, ყველა ქრისტიანის მარტო მუდმელების კი არა. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ექნება რომ მამა როგორც თქვა და აი ეს ხალხი ვინც ახლა რაღაც დაფინანსებული ევროკავშირებიდან, რაღაცებიდან, ამერიკიდან და ვიღამ ბოროტი ძალებიდან, თორე ეკაც კაი ხალხია, ჩვენ კი არ ვეყებით ფრანგებს ხალხთან პირიქით ღმერთმა დალოცოს, კაცო ის ბუდეები ანტიქრისტიანული, რომლებიც აფინანსებენ იმას, რომ ადამიანი ღმერთს დააცილონ და ამაში ჩვენი ხალხის გადაბირებული ყავთ. მეც მინდა აკვეთ, რომ მივმართო ამ ხალხს, რომ გეყოფათ რა. სულიერ მისია საქართველოსაც მაინც ვერ გააჩერებთ, ჩემო ძვირფასებო. დედაღვთისმშობელს მაინც ვერ გამოგლიჯავთ ამ საქართველოს. ვერ ტერიტორიულ მთლიანობაში ვერ წაართმევ დედაღვთისმშობელს ვერაფერს და ქართველ კაცს კიდე ბოლოს ღმერთს მაინც ვერ დააცილებთ. ეკლესიას ვერ შერყვნით, ჩემო ძვირფასებო და დაანებეთ რა თავი რა. და პატრიარქი აი ძალიან კარგად ბრძანებს, რომ ქართული იდეაო არის ღვთისმსახურებაო და ამ იდეის თანაშემოქმედნი არიან ის ადამიანები, ვინც ესე იგი თავის თავში აღასრულებენ ამ იდეას და ის ადამიანები, ვინც არ აღასრულებენ ამ იდეას თავის თავში, ისინი ვინც განდგომილი არიანო, წააგავნან ვაზის იმ ნასყლავს, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ყოველმა ხემან, რომელმან არ ახლოს დაყოფილი კეთილი მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედოს, ხო? პრობლემა კიდე რაში მდგომარეობს, მამაო? კი ბატონო, უყურე ის კი არ არის რომ აღასრულებს და არ აღასრულებს ვიღაცას. ჩვენ გვინდა ახლა აღასრულოთ, მაგრამ ინტერნეტი წინააღმდეგობები მოდის, რომ ვერ ვაკეთებთ. ძალიან დიდი წინააღმდეგობები. არ გვაქვს საშუალება არანაირი, აი მოცლა არ არის, მე წეხა რაც ვთქვი რა, რომ ხელშეწყობა, მე კიდევ უნდა ვთქვა, რომ თუ აი ნებისმიერი ხელისუფლებას თუ უნდა რომ ქვეყანა ცოტა გაძლიერდეს, ხო? აუცილებლად უნდა ეკლესიისკენ გაიხედოს და აუცილებლად. ბოლო-ბოლო ახლა თუ ვიღაცებზე ფიქრობენ რომ რაღაცა თქვა, ვიღაც არ არის მართლმადიდებელი, თუნდაც სკოლებში და სხვა სარწმუნოების მიზნობლებიანი კაცო, ხომ უწერიათ იმ სახარებაში მათმა ისე გაიგონ.
მოუსმინეთო და იმათ ნამოქმედებს. მაგრამ ნებისმიერი შეიძლება ღვიძლ ჩემზე თქვა ახლა მე შეიძლება რაღაცა კარგი თქვა და აუცილებელი, მაგრამ თუ დამინახავ რა არასდროს ვიქცევ იმას ნუ გააკეთებ შენ ეს რა ეს უბრალოდ ის არის მიზეზები რა რომ თითქოს ვიღაც ხელისშემშლელი ფაქტორია რომ აი სახელმწიფო იმდენად ძლიერად ვერ უდგას ეკლესიას თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები რომ იქ რაშიდაც გვიდგანან თქვა გვაყვედრიან იმ 60 მილიონზე მე პირადად ვიცი ახლა გიმნაზიაში მუშაობდი ყვარელში რამდენიმე წელია 7-8 წელი და ვიცი რომ იქ რაღაც თანხა რაც მოდიოდა ის არანაირად საკმარისი არ არის და მთელი რამდენი გიმნაზია სკოლები აქვს სემინარები აქვს არ ყოფნით ამ მასში ახლა მე ხო ვიცი ეს მაგრამ ვიღაცას ის 25 მილიონი რაღაცა ბევრი გონია და ამ დროს აგორებული თემაა ეს პირიქით ნეტა ბატონი დავითი იტყვის ხოლმე ახლა რომ ეკლესიას 60 მილიონი კი არა მთელი საქართველოს და ხევარი ფიუჭეტი უნდა მიცეო ეს ხალხს მიხედავს ხალხს იზრუნებს და ადამიანებში დახარჯავს და რა ის არის ახლა რომ დავიცი დიდება უფარს და მაინც ეს ადამიანს უბრალო ხალხი ჩვენი მეგობრები ოსაყოლელი ხალხი იჯერებენ ამ რაღაცა პროვოკაციებს მე ვფიქრობ რომ არც ეგაა პრობლემა ფაქტურად აქეთკენ შილიან იმიტომ რომ ისო პავლე მოციქულის სიტყვები გვანუგეშებს რომ ჩემს უძლურებას ვიქადი იმიტომ რომ ძალი ღვთისა უძლურებასა ჩემსა სროლიქმნებისო და ზუსტად ის რომ ჩვენ უძლურები ვართ ლოცვით მარხვით, სინანულით, იმ ყოველივეთი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჩვენში ღვთის ძალა აღესრულება და სწორედ ეს ღვთის ძალის გამოვლინება იქნება. ხა ლაზარეზე რა მოხდა? ლაზარე იყო მიცვალებული, რომელიც 4 დღის მკვდარი იყო, ყარდა. მაგრამ როდესაც ქრისტე იტყვის რომ ლოდი გადააგორე და გამოვიდაო, მერე იუდეველებმა გადაწყვეს ლაზარეს მოკლა. იმიტომ რომ ესე იგი ღვთის სასწაული გამოვლინდა ლაზარეს აღდგინებაში. ანუ ადამიანები, ვინც მაცხოვარს არ ღებულობდნენ, ქრისტეს ღვთაებრიობას, ვინც არ ღებულობდნენ, ისინი იმხილენ. იმიტომ რომ ლაზარეს ხრწნილება იქცა ცოცხალ ადამიანად. და შემდეგ ეპისკოპოსი გახდა კვიპროსის ლაზარე, არა? ხო და სწორედ ამაში არის ჩვენი სასწაულება, რომ აი ამ ჩვენ ხრწნილებაში, ჩვენს დაცემოებაში, ის რომ ლაზარე ყარს და მკვდარია, ანუ საქართველოს დღეს უძლურია, გამოვლინდება ღვთისის ძალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, რომელიც საქართველოს გააფრწყინებს და ამით იმხილება აპოსტილებული კაცობრიობა, რომ ყველა დაინახავს, რომ ძალი ღვთისა ჩვენს უძლურებაში გამოვლინდება და როგორც მკვდარი გახრწნილი ლაზარე აღდგა მოვლენებს უნდა ასე აღდგება და გაფრწყინდება საქართველოს. შემოგეგები ახლა მაგე თავისთავად მერთო დიდება უფალო და შობელო შემიწყალეთ და დაგვიფარე, მაგრამ ჩვენ მაინც ჯობია რომ აი პირად პრობლემებზე ვისაუბროთ და რაღაც დღეს რაც გვჭირს და რაც გვტყივა რომ ეთქვი ან მართლა ეს არის. აი დღევანდელ ახლა გამოხმაურებას მინდა გამოხმაურე მოვლენები რა მამა არჩილის ეს ვითომ ხილება და ის არა. და აქედანაც რა თქმა უნდა ჩვენ მამებისგანაც წამოვიდა ეს წინააღმდეგობები, მაგრამ წამოვიდა იმიტომ რომ ფაქტიურად ისეთ რაღაცები დააბრალა სამხალხს. ადამიანებისაც მე ვიცნობ ახლა. ყველას არა, მაგრამ რამდენიმეს ვიცნობ, რომლებიც ქვეყნისთვის გულანთებულები არიან და დღე და ღამე არ ძინავს მომბასლის მაგალითად თავისი შეიძლება საქართველოში ყველაზე სიმრავლით მონასტერში ვერ ვიყავდეს 24 საათიანი ლოცვა მეტის იმის გამო რომ ერი გადარჩეს და ქვეყანაში რაღაც ეკეთე იყოს ახლა როგორი ასეთ ადამიანს გამოდიხარ და რაღაცა ებრიკებს ისვლი რომ ვითომ რაღაც განხეთქილებაში ცოტა რთული მომენტი არის რა ვიცი მამაოც არ არის კარგი კაცი კარგი ადამიანები გონია მაგრამ როგორც ჩანს რაღაც დაპირისპირება მიდის და რა ვიცი მე ჯობია რომ მამა არჩილმა თქვას აღიაროს ახლა შეცდომები ვის არ მოგდის კაცო რა რომ აბა შენდობა უთხრათ ერთმანეთს და ვაპატიოთ რა ვიცი და არ არის მე ვფიქრობ რომ ძალიან საშიში არის ესეთი დაპირისპირება ხალხში იმიტომ რომ ახლა უყურე როგორ რაღაცა არის ეკლესიაში ფაქტიურად ხო მონეული განახევრებული კი არა რა ვიცი გაერთებული არის სემინარიაში რომ გინდოდეს სტუდენტი რომ იყო ხოლმე პერიოდი ჩემ დროს მაგალითად 3 კურსი 3 ჯგუფი იყო და 20 და 25 პიროვნება იყო ჯგუფში. ეხლა არ არის ადამიანები სემინარიებში აღარ ვარებენ, აღარ აინტერესებთ არც უდლობისკენ და რაღაც სამწუხაროდ მდგომარეობაში ვარ და ამიტომ ჩვენ მით უმეტეს უნდა მივხვდეთ რომ რაღაცები ერთმანეთს მოპატიო და არ შეიძლება ესეთი რაღაცა. არის მინავლებული მაქსიმალურად.
არ შეიძლება, რავი, მამაარჩილისგან პირადად მე ძალიან მეწყინა, რავი, იმიტომ რომ მიყვარს ეს კაცი და რავი, არ და მე პირიქით შედობას ვითხოვ, რომ ნუ დარფკურდება ადამიანები, რაღაცეები ახლა შეცდომა. ადამიანები ახლა ჩვენც არის ხოლმე შემთხვევები, რომ ხშირად ისვია ხოლმე ჩვენზე რომ თქვენ ერთმანეთისთან ვერ გაგიკვევიათ და ჩვენ რა უნდა გვასწავლოთ და მეტიც არ უნდა ხო იცი ბოროტ და ერთმა შეგვინდოს და გვაბადოს, მაგრამ ეს არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ცილის მწამებელი ბერძნული ეს დღეს ხო არ ხდება. მოდი ახლა ავიღოთ პავლე მოციქული და ბარნაბა მოციქული შევადაროთ რა. როგორი დაპირისპირება გქონდეთ მაგათ? კი, სამოციქულოში. მე მაგასთან არ წავალო, იმიტომ რომ იქ მაშინო ის ივანე გადაიბირაოდა თავის. რაღაც ესეთი არის ხო და ახლა ვიც იცის ხო იცის და ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ვიც ახლა არ იცის და რაღაცა. გაირკვევა არ არის პრობლემა. ყველაფერი გაირკვევა, დაალაგდება და რა ვიცი, ეკლესია უნდა იყოს ერთობის. ერთსულოვნების, უნდა მოვირიდოთ ყველანაირი ცილის წამებას ყველა. მე მაგალითად არ ვიცი ხა თუ რაღაცა მაქვს ჩემს მამაოსთან შეიძლება მივიდე და გავარკვევი. ხო, რა თქმა უნდა, ქრისტიანული გავარკვევი, გავერკვევი. თვითონ ამხილებ. და ამ დროს პირდაპირ არ ღვევკაცო ცნებას. შენ მგდელმა სხვას უნდა ასწავლო ვიღაცა გულნატკერი რომ მოდის რომ მოუწოდოს და პირდაპირ მივიდეს და თქო თუ არა მე კიდე რამდენიმე 5 წესთან კიდე რამდენიმე პირველ თუ არ გაიგებს თუ დაანები მაშინ. ესეთი რაღაცა როდესაც არ მოხდარა. არ არის რა ვიცი, აპატიოს ერთმა რა. მამაარჩილი მე მგონი რომ შეუნდოს და აპატიოს და რას ლაპარაკობს. ღმერთმა მიანიჭოს. იქით რომ რაღაცა ალბათ მოხდა რომ არ უნდა ეთქვა რა თქმა უნდა. დასასრულს მივახლოვდით ახლა ჩვენ ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და იმედია რომ გვექნება შესაძლებლობა თქვენი აზრების მოსმენის. შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ ჩვენთან ერთად იყვნენ ვეჯისის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი დეკანოზი ბასილი კვანტალიანი და წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ტაძრის მღვდელმსახური წინამძღვარი მღვდელი მიქაელი ღუღუნიშვილი და ეძიეთ ეს ღირსეული ღვთისმსახურები ეძებეთ და ღმერთმა დაგვაყენა. პაისი რომ ამბობს, ფუტკარი და ბუზის გარჩევა ვისწავლოთ რა. ჩვენს გარეშე არ არის, რა ვიცი ახლა სასურველი ეკლესიის გარეშე ხსნა, გადარჩენა, შვება, რა ვიცი, ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ ადამიანს. მე მინდა გული და სულით რო ყველას, ჩემს ძმას, ახლობლებს, ათასებს უყალებს საქართველოს რომ ხსნა ჩვენს გარეშე, ეკლესიის გარეშე. ღმერთი ყველას აპოვინებს თავის სულის მოძღვარს, ყველას და პატიოსანიდლების მეტი რა არის ჩვენთან ეკლესიაში. დაგულოს ერთობით გვაკურთხოს და ახელებს მიულოცოთ თქვენი ლოცვებით შეგვაძლებინოს სასუფეველის მოპოვება. დაგლოცოთ უფალმა და მთელი საქართველო დაიფაროს და გადაარჩინოს, გაგახაროთ უფალმა. ღირსეული ღვთისმსახურების ლოცვით ღმერთმა გააბწყინოს ჩვენი ერი და ქვეყანა. ამინ, ამინ. დიდი მადლობა მოწვევისთვის.